პატივი გავხსნა ღონისძიება ესეთი ფართო ინტერესი გამოიწვია და ძალიან მიხარია რომ გიორგი მაისურაძე რომელიც გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელიც ის წლებია თანამშრომლობს მოდერნულობის გენეალოგიის კვლევის ინსტიტუტთან რომელიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დღეს ჩვენთან საჯარო ლექციას რომელიც იყო დაანონსებული ეს არის ძალა ღმერთობაშია ნამდვილად ძალიან საინტერესო სათაურია და დაძუნებული ვარ ასე ვთქვათ ლექცია და შემდგომი დისკუსიაც ასევე საინტერესო იქნება ასე რომ გიორგი გითხოთ დიდი მადლობა მოგესალმებით ძალიან მიხარია რომ აქ წანდებით და მაქვს საშუალება ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის არ არის დასრულებული, ეს არის ასევე ერთ-ერთი თემა, რომელიც მუშავდება და ფაქტობრივად ისე მომიწევს, რომ გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ამ თემაზე, რომელსაც პირობითად დავარქვი ძალა ღმერთობაშია, ეს რა თქმა უნდა ირონიული არსიც არის ჩადებული და არა მხოლოდ რამდენადაც ეს ფორმულირება გამოხატავს დღევანდელი საუბრის თეზის. კერძოდ იმას, რომ ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია უფლება ამ სიტყვას ძალას ის უკავშირდება ყოველთვის ღვთაებრიობის იდეას. All შემთხვევაში ვეცდები ეს ვაჩვენო იმის საფუძველზე თუ როგორ ჩამოყალიბდა ძალაუფლების იდეა რასთან მიმართებაში და ამავე დროს მეორე თეზისი იქნება ესიც რომ ძალაუფლების იდეის გამოყენებით ღვთაებრიობის იდეაც. ანუ ერთი მხრივ ძალაუფლების ღვთაებრიობაზე გვექნება საუბარი და მეორე მხრივ ღვთაებრიობის ძალოვანებაზე. აქ ფაქტობრივად ძირითადი თეზისები ჩამოყალიბებულია. შეიძლება მიფიქრია იმაზეც, რომ მეტნაკლებად რაღაცა პირადად მეც ზედმეტად ხო არ ჩავიციკლეთ ამ თემაზე იქნება ღვთაებრიობის თემა თუ ძალაუფლების თემა და ვეცდები ამასთანავე სხვა ასპექტებიც დავინახოთ. ანუ ეს არ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ანალიზი მოჩდა ადამიანი რომელთან ერთადაც ეს ტერმინი ამ ფრაზის ფორმულის გამოგონება მოხდა ბატონი გიორგი ავალიანი ჩვენ ერთად გქონდა პუბლიკაცია ჟურნალ ცხელ შოკოლადში და აი ამ პუბლიკაციის მომზადების დროს გამოვიგონეთ ეს ფრაზა ძალა ღმერთობაშია თავისი პაროდიული და არაპაროდიული შინაარსითაც როდესაც ძალაუფლებაზე ლაპარაკობენ ესეთი აზრი იყო დამკვიდრებული თანამედროვე დასავლურ თეორიულ დისკურსებში, რომ მიშელ ფუკომ, ფრანგმა ფილოსოფოსმა ბოლო სიტყვა თქვა იმ სფეროში, რასაც ძალაუფლება და ძალაუფლების ანალიზი ქვია. ძალიან მოკლედ ძალაუფლება ერთ პატარა ციტატას მოვიტან ფუკოსგან ძალაუფლების ფლობა შეუძლებელია, რადგან ძალაუფლება თამაშობს. ძალაუფლება მოიგება და წაიგება როგორც ბრძოლა. ძალაუფლების გულში საომარი პრინციპია ჩადებული და არა მფლობელური. ეხლა ეს თეზისი გამომდინარე თვითონ იმ მეთოდოლოგიიდან და იმ ანალიტიკური მეთოდიდან, ძალაუფლების ანალიზის მეთოდიდან, რომელიც ფუკომ გამოიმუშავა, ეყრდნობა ნიჩესეულ გენეალოგიის გაგებას და მის ახლებურ ინტერპრეტაციას და ნიჩე ისტორიას უპირისპირებდა ისტორიის ცნებას, უპირისპირებდა გენეალოგიის ცნებას. და გენეალოგიას მას უწოდებდა ნამდვილ ისტორიას. ანუ ერთი მხრივ ისტორია ხოლო მეორე მხრივ გვაქვს ნამდვილი ისტორია, რომლის გაგება შეგვიძლია ჩვენ გენეალოგიური მეთოდით. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ძირითადად ვილაპარაკებთ არა ნამდვილ ისტორიაზე, არამედ
იმაზე თუ ძალაუფლება როგორ გამოსახავს საკუთარ თავს. ანუ ძალაუფლების რეპრეზენტაციაზე. იმდენად რამდენადაც მთელი ცერემონიები ერთი მხრივ ასეთი პერფორმანსი თუ პოლიკა ამავე საუბარი ძალაუფლების შესახებ ისე როგორც ის საკუთარ თავზე ლაპარაკობს ის იქნება კონკრეტული რომელიმე ხელისუფალი თუ პოლიტიკური მიმდინარეობა ის არის რეპრეზენტაციის სფერო და შესაბამისად რეპრეზენტაციის სფეროში საუბარი არის გარკვეულ მითოსურ ფორმებზე ვხედავთ ჩვენ გარკვეულ მითოსურ ფორმებს და არა იმას რასაც ფუკო რეალურ ისტორიას ნამდვილ ისტორიას ეძახდა საუკუნის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნისაგან. პირველი ეს არის კარგად კარლ მარქსი. პრობიან ქვეშევრდომები. დროს ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი იმიტომ არიან ქვეშევრდომები, რადგანაც ეს კაცი მეფეა. ანუ ხედავთ გარკვეულ ესე იგი ურთიერთ აღიარებას ვიღაცა არის მეფე და მასზე აღმატებული აქვე პირველ შემოვიტანდი სუვერენის ცნებას და შეგახსენებდით რომ სუვერენი თუმცა ფრანგულ ენაში და ფრანგული ენის მეშვეობით შემოვიდა მიმოქცევაში და პრინციპში მას შუა საუკუნეებთან ევროპულ შუა საუკუნეებთან რომელიც ლათინურენოვანია ნაკლები შეხება ჰქონდა თვითონ თავად ამ ტერმინს ჟან ბოდინის შექმნილი არის ფრანგი თეორეტიკოსის შემოტანა ეს ტერმინი თავად სუვერენი ლათინური თავისი ფუძიდან სუპერანუს მომდინარეობს რაც მაღლამყოფს უპირატეს აღმატებულს ჯობნს ნიშნავს. კარლ შმიტი ხა კიდევ ერთ ავტორს დავასახელებ, ალბათ ასევე ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის კარგად ცნობილი, გერმანელი იურისტი, სამართალმცოდნე, პოლიტიკური ფილოსოფოსი, ასე განმარტავდა სუვერენულობა. სუვერენულობა არის უმაღლესი არაფრიდან გამომდინარე ძალაუფლება. რომელიც თავის თავს საგანგებო მდგომარეობაში ავლენს. ყველაფერი შეგვიძლია ასე შევამოკლოთ ეს ციტატა, ემყარება გადაწყვეტილებას და არა ნორმას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დებულებაა, რომელსაც კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებით. და სწორედ კარლ შმიტთან მიმართებაში კარლ შმიტი ითვლება თანამედროვე პოლიტიკური თეოლოგიის, ანუ ამ ტერმინის თანამედროვეობაში მოდერნის ხანაში გამცოცხლებლად და შემომტანად. თავად პოლიტიკური თეოლოგია ეხა პატარ-პატარა რაღაცებს გავიმეორებ დასაწყისისთვის ტერმინებს განმარტავ, რომელსაც ხშირად ვიხმარ მე საუბრის დროს. მომდინარეობს რომაელ ავტორიდან მარკუს ტერენციუს ვაროსგან, რომელიც ამბობდა, რომ ანუ მის თვითონ ვაროს ეს ტექსტი შემონახული არ არის და ვიცით ავგუსტინე ჰიპოელის ავგუსტინე აურელიუსის ანუ იგივე ნეტარი ავგუსტინეს თხზულები და ღმერთის ქალაქი ეს არის რელიგიური დაფუძნება პოლიტიკისა. არსებობს მოსაზრება, რომელიც ეკუთვნის თანამედროვე გერმანელ ეგვიპტოლოგს და კულტურის მეცნიერს, კულტურული მეხსიერების თეორიის ავტორს იან ასმანს. იან ასმანი ამბობდა, რომ არათუ პოლიტიკა დაიბადა რელიგიაში, არამედ თავად რელიგიაც გაჩნდა პოლიტიკურ სფეროში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დებულება იყო და ფაქტობრივად ის რისი გამოყვანაც მე მინდა და რასაც შევეცდები მეტნაკლებად ემყარება სწორედ აი ამ მიმართულებით სვლას. ხოლმე უფრო დავაკონკრეტებ იმას, რომ არა ზოგადად პოლიტიკა, არამედ უშუალოდ ძალაუფლების იდეა. აქვე ვახსენებ და დავაკავშირებ მალე კარლ შმიტთანაც
მეორე ავტორს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიკოს, საერთოდ ზოგადად ისტორიოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ესეთ ბუმბერას მოვლენას, ასევე გერმანელს იაკობ ბურხარტს. მის უკანასკნელ ნაშრომში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და სოფლიო ისტორიული განაზრებანი, აქვს ესეთი დებულება. გერმანულ Macht aber ist schon an sich böse. ძალაუფლება თავისთავად ბოროტებაა. კარლ შმიტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ფრაზა შეამჩნია და შეიძლება ითქვას, რომ ატეხა პანიკა, რომ რას ნიშნავს ძალაუფლება თავისთავად ბოროტებაა და ის ესეთ განმარტებასაც კი იძლევა, რომ თუ ძალაუფლება ბოროტებაა და ეს საერთოდ ესეთი მიდგომა ძალაუფლებას ყველაზე საშინელი ანარქიზმი და ყველაზე საშინელი ათეიზმი. კარლ შმიტი იყო ულტრამემარჯვენე, ულტრაკონსერვატორი მოაზროვნე, რომელიც აღმოჩნდა არათუ უბრალო პასიური მხარდამჭერი გერმანული ნაციონალ-სოციალიზმისა, არამედ საკმაოდ აქტიურად იყო ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს შენებაში ჩართული. მას იმასაც კი უწოდებდნენ, რომ ეს არის მესამე რაიხის მთავარი იურისტი. ესეთი ჟარგონი რო ვეხმარო, გაправება, უფრო ესეთი გასაგები იქნება. ეს იყო ადამიანი, რომელიც ამართლებდა ყველაფერ იმას, იმ თუნდაც ანტიკონსტიტუციურ, ანტისამართლებრივ, გარკვეული სამართლებრივი პერსპექტივიდან ცვლილებებს, რომელიც ნაციონალ-სოციალისტურმა დიქტატურამ შემოიტანა. და კარლ შმიტს ეკუთვნის ესეთი ფრაზაც. ვიტყვი გერმანულად, იმიტომ რომ ეს არის გერმანული სიტყვების თამაში, Führertum ist das Rechtum. ფიურერობა არის კანონიერება. ძალიან არაზუსტი თარგმანია, უბრალოდ ალბათ იმიტომაც, რომ გერმანული ენის ეს სიტყვათა თამაში ფაქტობრივად არ გადმოიცემა ქართულში. მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ პირფერობა და ქვემძრომობა და ასე შემდეგ, ეს იყო ამ ადამიანის მრწამსიც. და ფაქტობრივად მან ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის პირობებში თავი ძალიან კარგად საკუთარ სტიქიაშიც კი იგრძნო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ კარლ შმიტის ინტელექტუალური რეაბილიტაცია მოახდინეს საკმაოდ მემარცხენე ავტორებმა მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის, მე-20 საუკუნეში ეს იყო იაკობ ტაუბესი, ებრაელი, ანუ და კარლ შმიტი ამავე დროს ცნობილი იყო თავისი ანტისემიტურობით. და თანამედროვე ეპოქაში კარლ შმიტის ფაქტობრივი რენესანსის ავტორი არის, ასევე საკმაოდ მემარცხენე თანამედროვე იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი. და მისი ეს გიგანტური ნაშრომი, მრავალტომიანი ნაშრომი, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა ისევ ჰომო საკერის სახელით ცნობილი, ეფუძნება კარლ შმიტის ახლებურ ინტერპრეტაციას, მის ახალ გააზრებას. ახლა რას ნიშნავს? თუ ჩვენ ახლა ამ კუთხიდან რომ შევხედოთ, თუ ჩვენ ძალაუფლებას უწოდებთ ბოროტებას, თან თავისთავად ბოროტებას, მაშინ ამით, როგორც კარლ შმიტი აღნიშნავს და ჩემი აზრით მართებულად და დავინახავთ რატომ მართებულად, თავს ვესხმით ღმერთს, უარყოფთ ღმერთს. აი აქედან თუ შევხედავთ და ვეცდები რომ სწორედ ამ კუთხით ვიაროთ და დავინახოთ, ეს არის სწორედ ის, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალაუფლება და ძალაუფლების იდეა და ღვთაებრიობის იდეა თავის საწყისში არის თანხმედრი. ახლა კიდევ ერთ გამიჯვნას შემოვიტან და კიდევ ერთ ავტორს შეგახსენებთ, ეს არის მე-20 საუკუნის პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ესეთი აღმატებულ ხარისხში ვილაპარაკობ წარმომადგენელი ჰანა არენდი. ჰანა არენდს აქვს ესეთი დებულება, რომ საფრანგეთის რევოლუციამდე, რომლის მეშვეობითაც დამთავრდა ძველი რეჟიმი, ანუ შუა საუკუნეების წესრიგი, პოლიტიკური წესრიგი და საფუძველი დაედო თანამედროვეობას, ანუ იმ ხანას, რომელსაც ჩვენ მოდერნს ვეძახით, თანამედროვე ეპოქას, არსებობს ძალაუფლების ერთადერთი ფუნქცია. ეს არის გარკვეული, ეს არის ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან ძალადობა მოსახლეობაზე, ადამიანებზე ძალადობა. უნდა აქვე აღინიშნოს, რომ ჰანა არენდი როგორც მოაზროვნე
მემარცხენე მოაზროვნედ შეგვიძლია უწოდოთ, საერთოდ მემარცხენე მემარჯვენე ძალიან პირობითი ცნებებია და ნუ გამოვეკიდებით ამ ცნებებს, შეიძლება მემარჯვენეც და მემარცხენეც, ანუ კრეტინი შეიძლება მემარჯვენეც იყოს და მემარცხენეც, ანუ აქ არანაირი პრინციპი არის, რომ რომელიმეზე უკეთესია. არსებობს აზროვნება, არსებობს ღირებულება, რომელიც შეიძლება მემარჯვენემაც შექმნას და მემარცხენემაც შექმნას. და ანუ აქ ხსნა არ იქნება ისო თუ ვიტყვი რომ მემარცხენე ვარ აუცილებლად მართალი ვარ. მე ძალიან გავს და ძალიან მაგონებს აი ქრისტიანობის ან მორწმუნეობის საკმაოდ პრიმიტიულ ფორმებს, რომ თუ აღიარებ თავს მორწმუნეთ, ესე იგი ყველაფერი მეპატიება, თუ სანთლებს ვანთებ და მამა მომყავს და რაღაცა რიტუალებს ვასრულებ, ესე იგი შესაბამისად ჭეშმარიტება ჩემ მხარეს არის და ასე შემდეგ. ეს ტენდენციები ძალიან ხშირად მინახავს არა მარტო საქართველოში, უფრო მეტად კიდე დასავლეთის მემარცხენეებშიც. ნუ მარტო გარკვეული ტიპის აუთინგი, რომ მე ვარ მემარცხენე, არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად ჭკვიანის ვიყო ან რაღაცა სიმართლეს და კეთილსინდისიერებას და სამართლიანობას ვემსახურებოდე. და თუ კი ვინმე არის მემარჯვენე და კონსერვატორი, აუცილებლად ბრიყვი და იდიოტი უნდა იყოს. ანუ ღირებულებითობას, აზრის ღირებულობითობას არ განსაზღვრავს ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია და ადგილი, სადაც მე ვდგევარ. ეს იმიტომ შეიძლება ეს პატარა გადახვევაც იმიტომ დამჭირდა, რომ შემოვიტანო კიდევ ერთი ავტორი, რომელიც არის ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლური ფიგურაც კი მემარცხენეობის, მემარცხენე აზროვნების ვალტერ ბენიამინი. ვალტერ ბენიამინი თავისი ცხოვრებითაც და თავისი ბიოგრაფიით არის შეიძლება ითქვას მოწამეობრივი ფიგურაც. ის როგორც ებრაელი აღმოჩნდა ჰოლოკოსტის ანტისემიტიზმის მსხვერპლი, ის იძულებული გახდა დაეტოვა გერმანიას, თავისი სამშობლო, გაქცეულიყო საფრანგეთში, ამ დროს გერმანელები დაეწივნენ მას, თვალსაჩინო რომ გერმანიამ დაიპყრო საფრანგეთი და ბენიამინი იძულებულია გაიქცეს საფრანგეთიდან და ნუ მან უკვე ვეღარ გადაიტანა რაღაცა მომენტში ამდენი დევნა და პორტუგალია ესპანეთის საზღვარზე 1940 წელს მან და მისმა მეუღლემ თავი მოიკლეს და ახლაც მისი საფლავი პორტუგალიის ერთ პატარა სოფელში იმყოფება. ეს ძალიან მოკლედ ამ პიროვნების შესახებ, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით რომ ბენიამინი ეს ორიგინალურობა ისიც არის, რომ მას უწოდებენ მარქსისტ მისტიკოსს. ეს ერთგვარი პარადოქსი შეიძლება იყოს, არა? ნუ ერთი მხრივ ადამიანი მარქსისტი არის ათეისტი, მაგრამ ამავე დროს მისტიკოსი. საერთოდ არსებობს ასეთი წარმოდგენაც, რომ მე-20 საუკუნის მისტიკა ისეთმა ფიგურებმა, როგორც არის თქვათ, ასევე მისტიკოსის რანგში აყვანილი ძალიან ორიგინალური და ექსტრავაგანტული ფრანგი მოაზროვნე, მწერალი და თეორეტიკოსი ჟორჟ ბატაი, ესეც არის ტიპიური განსახიერება მისტიკოსისა ღმერთის გარეშე. და ფაქტობრივად ამას ჩვენ კიდევ ერთხელ ბოლოში დაუბრუნდებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნამდვილი მისტიკა ახერხებს ღმერთისგან გათავისუფლებას. ან ჭეშმარიტი მისტიკა შეიძლება ესე ვთქვათ. ეხლა ნელ-ნელა მივადგეთ უფრო კონკრეტულ ფაქტებს და გასაანალიზებლად შემოგთავაზებდით რამოდენიმე მომენტს. ისეთი ხელმოსაკიდი ფაქტები რო გქონდეს. პირველი ეს არის ერთი არ შემონახული ფრესკა პირველი ქრისტიანი იმპერატორისა კონსტანტინე დიდის. კონსტანტინე დიდის მეშვეობით, კონსტანტინე პირველის მეშვეობით ქრისტიანობა ხდება ლეგალური რელიგია და შესაბამისად იწყება მისი მარში, მისი ტრიუმფალური სვლა სამყაროსზე გაბატონებისაკენ. ეს არ შემორჩენილი ფრესკა აღწერილი აქვს კონსტანტინე იმპერატორის კარის ისტორიკოს და ამავე დროს ეკლესიის მამათა რანგში აღზევებულ ევსები კესარიელს. ფრესკა არის ასეთი. ეხლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, გავავიზუალუროთ, დგას კონსტანტინე, მის ირგვლივ გარემოცული არის თავისი შვილებით, უახლოესი პირებით და მას უჭირავს ხელში მახვილი, რომლითაც განგმირავს გველეშაპს. არსებობს ესეთი აზრი, რომ ეს არის ამ იკონოგრაფიიდან გაჩნდა წმინდა გიორგის
ის იკონოგრაფია, რომელიც შემდგომში ყველაზე გავრცელებული არის რაინდის ქრისტიანი რაინდის მიერ გველეშაპის განგმირვა. ანუ ეს არის ქრისტიანულ კონტექსტში პირველად გამოჩენა ამ სიუჟეტის, ამ იკონოგრაფიული სიუჟეტისა. თავისთავად მას აქვს ძალიან ვრცელი წინა ქრისტიანული ტრადიციაც და პირდაპირ მიგვანიშნებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე. ეს უშუალოდ უკავშირდება ხა თვითონ ევსევი კესარიელთან მას ესაია წინასწარმეტყველის ციტატა მოაქვს, რომ ღმერთი იაჰვე განგმირავს გველეშაპს, ლევიათანს, დაამარცხებს მას და მოისვრის მას ოკეანეში, ზღვაში გადააგდებს და თავისთავად ეს სიუჟეტი არის სამყაროს შესაქმნის აქტის ვიზუალიზაცია, შეგვიძლია დავარქვათ, ან ნარატიული აღწერა. ფაქტობრივად ყველა ტიპის სამყაროს შესაქმნის აქტები, რო გავიხსენოთ, დაიყვანება ერთ კონკრეტულ სიუჟეტზე. არსებობს სამყაროს შემოქმედი დემიურგი ღმერთი, რომელიც გველეშაპს ჩარჩ საზღვარში და არ არის ბოლომდე ისიც ღვთაებრივი არსება არის. ანუ ღვთაებრივი არსება არ ექვემდებარება ბოლომდე სიკვდილს. და რას ნიშნავს ეს? გახლეჩილი, გაპობილი შეიძლება გამთლიანდეს და თლიანება ნავს შეგვიძლია დავარქვათ მეორედ მოსვლას, წარღუნას, აპოკალიფსს რა თქმა უნდა გადატანითი მეტაფორული მნიშვნელობით როდესაც ხმარობენ თავისთავად ბერძნულად არაფერს სხვას არ ნიშნავს გარდა განსხვავებისა და ანუ სამყაროს აღსასრულს მოასწავებს თუ კი გველეშაპი აღდგა გაცოცხლდა და დაბრუნდა, ანუ ქაოსი დააბრუნა მან სამყაროში. ქაოსის დაბრუნება ნიშნავს კოსმოსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს როგორც წესრიგს, ასევე სამყაროს და სამყარო იგივდება წესრიგთან მის განადგურებას. ეს რომ ასე არ მოხდეს, ამაზე პასუხისმგებელი არის კოსმიურ წესრიგში უზენაესი ღვთაება, ხოლო მიწიერ წესრიგში მისი წარმომადგენელი და მის მიერ ხელდასმული სუვერენი. დღევანდელი ტერმინით ხმარობთ, რა თქმა უნდა, ის თავისთავად სუვერენს არ უწოდებს. მაგრამ შინაარსი იგივე არის, აღმატებული, ერთი პიროვნება. ეს არის, შეიძლება იყოს მეფე, შეიძლება იყოს იმპერატორი შემდგომში მოგვიანებით, ანუ ერთი ადამიანი, რომელიც არის უშუალოდ დაჩაგვრე არის ნუ ეს იქნება ზამთარი, ზაფხული, გვდომა, აღდგომა დღე, ღამე, ანუ ძალიან სტრუქტურალისტური ტერმინოლოგიის შემოტანა გამომდის, ანუ ბინარული ურთიერთდაგო ტერმინები. ვასწავლის და ჩვენი პატარა სირთულე არის ქართულში ეს ქართულ ენაში ეს ტერმინია ძნელად გასამიჯნია. ვიცით ადვილი ამის გამოხატვა არსებობს მრავალი სხვადასხვა ტერმინი, ნუ ყველაზე გავრცელებული ტერმინი ანალიზებს სამართლებრივ წესრიგს.
იურისტს ხედავ პირდაპირ. სამართლებრივი წესრიგი, ყველაფერი ის, რაზეც სამართალი არის აგებული, რომ ვიღაცა დანაშაული უნდა დაისაჯოს, წესრიგი აღდგეს და ასე შემდეგ, დავიცვათ კანონმდებლობა. მე ბენიამინ იძახის, რომ ეს ყველაფერი ეყრდნობა მითოსურ გევალტს, მითოსურ ძალადობას. და ბოლოს ამბობს ერთ ძალიან უცნაურ რამეს. ეს არის ღვთაებრივი ძალადობა. ანუ ღვთაებრივი გევალტი. ღვთაებრივი ძალა. და აქ შეიძლება დავინახოთ მისი მემარცხენეობის კვინტესენციაც. შეუძლებელია ის ღვთაებრივი ძალა, რომელიც არც მიზანია, რომელიც არც საშუალებაა, რომელიც არც ვიღაცას კლავს, არც ვიღაცას ანადგურებს, არც ვიღაცის სხვებშეწირვას მოითხოვს. სხვებშეწირვაში შეგვიძლია გავიხსენოთ არა მარტო რელიგიური აქტი სხვებშეწირის, არამედ მამულისათვის თავგანწირვა, პრეზიდენტისთვის თავგანწირვა, პატრიარქისთვის თავგანწირვა და ასე შემდეგ. ნებისმიერი ტიპის მსხვერპლი, სისხლიანი, უსისხლო და ასე შემდეგ. ანუ რაღაცაზე უძვირფასაზე უარის თქვა. ბენიამინ იძახის, რომ ეს ამასთან არაფერ შუაში არაა. არაფერ შუაში არაა. ერთი რაღაცის გამო. მაგრამ იმიტომ რომ ის თავის თავში არ მოიცავს არაფერ სამსხვერპლოს თუ აბადეთ და მას უწოდებს Waltende Gewalt. აი სართული გერმანული სიტყვა ვერ ვთარგმნი ამას და პირობითად ვეცდები აღხსნა რა არის Waltende Gewalt. Gewalt, ეს ძალადობა მოიცავს თავში სიტყვა Waltens. Walten არის მართვა. ანუ თუკი ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაღაცა ზებგრძნობითი ძალა არსებობს, რომელიც მართავს რაღაცა პროცესებს. ის არის სწორედ ეს ძალა, რომელსაც ბენიამინი Waltende მართველ ძალას უწოდებს. და იძახის, რომ ეს ძალა ვლინდება, ცხადდება და ეხლა ყველაზე უცნაური მემარცხენედებულება. ეს ძალა ვლინდება რევოლუციაში. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ ვიცოდეთ, აი ხა შევიკრიბეთ აქ, ყველანი შეთქმულები ვართ, გავდივართ ქუჩაში, შეიარაღებულ გადატრიალებას ვაწყობთ, იმიტომ რომ ტირანია დავამხო და ასე შემდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ ვიცოდეთ, ვართ თუ არა ამ ძალის, ამ Waltende Gewaltis გამოვლინება. შეუძლებელია წინასწარ დაგეგმო და იცოდე რა ხარ შენ, რომელი ძალის გამოვლინება ხარ. განმათავისუფლებელი ძალა არის ეს რევოლუციური ძალა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით წინასწარ, არ ვიცით რასთან აქვს კავშირი. და ისევე როგორც თქვა შეყარებულობა არ ექვემდებარება ინსცენირებას და დაგეგმვას და თუ მე ძალით ვიყარებ ვიღაცას, ვიტყუები, ვცრუობ და ვაიძულებ შეფთავს დავაჯერო რომ მე ვიღაცა მიყვარს და ამ დროს ვივიწყებ იმას რომ ეს არის რეპრეზენტაცია. მე მჭირდება ვიღაცის ჩვენება, შეყარებულის ჩვენება, ამაზე სხვა ძალიან ძლიერი არქაული ძირები აქვს და საფუძვლები აქვს ამას. მეფე ხელისუფალი არ შეიძლება იყოს დაუქორწინებელი. რატომ? იმიტომ რომ სიმბოლურად და აქ გენდერის თემა შემოდის, ის უნდა ძალადობდეს ქალზე. ანუ სექსუალური აქტი გაიგება როგორც ძალადობა. გადავშალოთ სუხასაბა ორბელიანის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტყუნა კაცთაგან ქალის დამცირება. დამდაბლება, მაბადეთ. დამდაბლება. მაბადეთ. ანუ აღიქმება და რატო ეს ქალთმოძულეობას ან ქალთა დისკრიმინაციას ძალიან ღრმა რელიგიური, მითოსური საფუძვლები აქვს და ამაშიც შეგვიძლია სწორედ ძალაუფლების ელემენტი, ძალაუფლების ძალიან ძლიერი ელემენტი და მუხტი დავინახოთ. იმიტომ რომ მამაკაცი ოჯახის მეთაურიც კი აი რატომ გაჩნდა ქალწულების კულტი? ნუ აი რაციონალურად შევხედოთ, რა სისულელე არის, რა აბსურდია, რა არგუმენტი შეიძლება არსებობდეს, რომ ქალი უნდა იყოს აუცილებლად ქალწული. აი ხო ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი ერთ რაციონალურ არგუმენტს ვერ მოიტანს, რატომ უნდა იყოს ქალი ქალიშვილი, არა?
რა რაციონალურ საფუძველს ექვემდებარება, მაგრამ ამას აქვს ძალიან ღრმა მითოლოგიური, არქაული და ძალაუფლებასთან მიბმული საფუძველი. იმიტომ რომ მამაკაცის ისევე როგორც ღმერთის ან ხელმწიფის პრეროგატივაა, მისი უფლება, ერთადერთი უფლება არის, რომ იძალადოს ვიღაცაზე, ოჯახის მეთაური მამაკაცი არის ასეთივე ხელისუფალი, სუვერენი, ის არის პატარა ღმერთი, რომელიც ძალადობს პირველად ურჩხულზე, ქაოსზე, რომელსაც ძალიან ხშირად მდედრობითი სქესი აქვს მითოლოგიაში და ახორციელებს ძალაუფლებას. სექსუალური აქტი არის აბსოლუტურად დესექსუალიზებული, მასში ყოველგვარი სიამოვნების მომენტი განიდევნება და ეს არის ჩაყენებული ერთ რაღაცა არხში, კანალში, რომელსაც ქვია ძალაუფლება. ანუ მე ვიღებ სიამოვნებას არა იმისგან, არა სხეულებრივი აქტისგან, ემოციური აქტისგან, სექსის დროს, არამედ ვიღაცაზე ძალადობისგან. განსაკუთრებით მამრობის სქესი ეხება, რა თქმა უნდა. და მამრობითი სქესი რეალურად თუ შევხედავთ, ეხლავე ვამთავრებ უკვე ფინანსში გავდივარ. მამრობითი სქესი რეალურად ბევრად უფრო ნგრევადი, სუსტი და მსხვერპლი და რაღაცა სასაცილოც კი არის, იმიტომ რომ მამრობითი სქესი იძულებულია იყოს მოძალადე, სიმბოლურ დონეზე თუნდაც. კი გეთახმებით. ბევრად უფრო საწყალი არის, იმიტომ რომ იძულებული ხარ ამ მტკიცო მუდამ შენი მამაკაცობა. ამ მტკიცო შენი ძალადობრიობით და ამით მოახდინო შენი ძალაუფლების სიმულაცია. არა მე ძალიან ბევრი რო აღარ გამიგრძელდეს და ალბათ უკეთესი იქნება რომ გავაგრძელოთ შემდგომ საუბრის დროს და დისკუსიაში გადავიტანოთ ყველაფერი. კიდევ ესე რომ არ არის ყველაფერი. ანუ რაღაცა ტიპის სხვა რაღაცაც შეგვიძლია არსებობდეს, დავინახოთ. მოდის ნიჩე და გვეუბნება ასეთ რამეს. მანამდე ალბათ პირველი იქნებოდა ნიჩემდე პირველი არის ქრისტე. რომელიც ამბობს შენი სამეფო არ არის ამა სოფლისა. მთელი ქრისტიანობა რას აკეთებს? მისი სამეფო გადმოაქვს სწორედ ამ სოფელში. ვითომც არაფერი თითქოს არ ახსენებინოს. იოანეს ახარება, ჩემი სამეფო არ არის ამ სოფლისა. ქრისტიანობა რას აკეთებს? კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული, მილანის ედიქტიდან მოყოლებული. აშენებს მიწაზე მის სამეფოს. სადაც მისი წარმომადგენელი ანალოგეითეო, ღმერთის ანალოგი არის იმპერატორი, ხელისუფალი. ყველაფერი მას ექვემდებარება. ხელისუფლება ქრისტიანობაში აღწევს მონოთეიზმში აღწევს აბსოლუტიზაციას. თავის აბსოლუტიზაციას მონოთეიზმის გაგება თუ გვინდა საერთოდ რატომ მოხდა? ნუ აღარ არის ბევრი ღმერთი, არის ერთი ღმერთი, ეს არის აბსოლუტური კონცენტრირება ძალაუფლებისა ერთხელში. აბსოლუტური ძალაუფლების გარეშე მონოთეიზმის გაგება შეუძლებელი იქნებოდა. რა დაემატა ქრისტიანმა თეოლოგიამ, შემდგომში ქრისტიანმა მისტიკამ რა დაამატა, რა პლასტები როგორ გაიშალა ეს ყველაფერი. ეს სხვა საქმე არის, მაგრამ მე ვლაპარაკობ თავის არსობრივ პირველად ელემენტებზე. უცებ მეორე საუკუნეში და ეხლა სანამ მეორე საუკუნემდე გადავალ. ვალტერ ბენიამინს დაუბრუნდეთ. ძალიან 2-3 წუთით მხოლოდ და მხოლოდ ვამთავრებ. ვალტერ ბენიამინთან ხედავთ რაღაც უცნაურ გამიჯვნას. არსებობს ორი სხვადასხვა სახის ძალადობა. გევალდი. ერთი მითიური დამანგრეველი, დამთრგუნველი, ფერვერფლიხი ეძახის არა, ანუ დამთრგუნველი ძალადობა და მეორე ღვთაებრივი, რომელიც სუფთა სახის ძალადობას ეძახის, სუფთა სახის გევალდს ეძახის, რომელიც არ არის ესე ვთქვათ ბოროტი. რა შეგვიძლია აქ დავინახოთ? ჩემთვის აი დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო და ვინაიდან მე ერთი პერიოდი ძალიან გამიტაცა გნოსტიკოსების კითხვამ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის ტიპიური გნოსტიკური სამყაროს ხატი. ეხლა ვიტყვი ზუსტად რა. მე შემდგომში წავიკითხე იაკობ ტაუბესის გერმანელი რელიგიის ფილოსოფოსის თხზულება, პატარა სტატია, რომელსაც ერქვა ასეთი სათაური: ვალტერ ბენიამინი თანამედროვე მარკიონისტი. ვინ იყო მარკიონი? მარკიონი იყო მეორე საუკუნის მოაზროვნე, სხვათა შორის მანამდე იყო თავიდან კომერსანტი, ასე ვთქვათ, რომელიც დაახლოებით 50 წლის ასაკში გაეცნო ქრისტიანულ და გნოსტიკურ ფილოსოფიებს, ის იყო ქრისტიანი, მონათლული
უცებ განაგდო მთელი თავისი გიგანტური ქონება, აი ივანიშვილი მონაგონია იმხელა იყო, ანუ თქვა იმდროინდელი ივანიშვილი, განაგდო მთელი თავისი ქონება, უარი თქვა ამაზე, ჩვენ დავინახავთ მალე კიდევ ორ მის ანალოგს მე-20 საუკუნეში. და ქმნის საკუთარ მოძღვრებას, რომელიც გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მიმდინარეობად ადრე ქრისტიანობაში და ფაქტობრივად მთელი ქრისტიანული ეკლესია ადრეულ ქრისტიანობაში მე-5 საუკუნემდე ებრძვის მარკიონულ ერესს და სიტყვა ერეტიკოსი ჰაირესის რაც ნიშნავს სიტყვასიტყვით ამორჩევას ბერძნულად არა იხმარეს მარკიონის აღსანიშნავად. მარკიონი იყო ის ადამიანი, რომელმაც მაშინ არც არსებობს კანონიკური საფრთხო წერილი. ამოარჩია ცალკეული ნაწერები, საცხადოებში პავლე მოციქულის ეპისტოლეები არის ნამდვილი, ისიც ყველა არა. იქ არის მარკოზის სახარება ნამდვილი, დანარჩენი ყველაფერი არის მოგონილი რაღაცა ზღაპრები. და მას საერთო არაფერი არ აქვს ქრისტესთან. ის ცდილობს შექმნას ჭეშმარიტი ქრისტიანობა. და რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა? პირველი რას უარყოფს მარკიონი. მარკიონი ამბობს, რომ შეუძლებელია ძველი აღთქმის ღმერთი, რომელიც ცეცხლს აფრქვევს, მეხს ატეხს იქ სოდომი და გომორა ჯერ ის რაღაც მაპატეთ ეს არ შემილია არ თქვა რომ სოდომი და გომორა რაღაცა რა თქმა უნდა ეს ახლა არ მოუგონიათ და ქართველებს არ მოუგონიათ მხოლოდ და მხოლოდ გადაიქცა ჰომოსექსუალობის აღნიშვნად და ნუ ახლა ძალიან სასაცილო მგონია მთელი ქრისტიანობისთვის ეს დებულება, იმიტომ რომ ის ვის მიმართაც სექსუალური ტოლვა სოდომის და გომორის მოსახლეობას გაუჩათ იყვნენ ანგელოზები. და ნუ ანგელოზი რაღა მაინც და მაინც მამაკაცად წარმოიდგინეს, არ ვიცი, რომ ანგელოზის პრინციპი ის არის, რომ მას ქესი არ გააჩნია. და მოგეთ ანადგურებს ქალაქებს, მოიწევს წარღუნებს, ჯის, კლავს, ჭამს და მეორე ქრისტე. და მარკიონი იძახის, როგორ შეგიძლიათ ვინმემ დამარწმუნოთ, რომ ქრისტეს მამა შესაძლებელია იყოს ეს კაციჭამია ტირანი ღმერთი. ანუ მისი მამა, ვიზიდან მამის სახით ვისაც მოიხსენებს ქრისტე, არის სხვა ღმერთი. და ეს არის ტიპიური გნოსტიკური გამიჯნა, დიქოტომია. გნოსტიკოსები ეს იყო მიმართულება, ესეთი ელიტისტური მიმართულება, შეგვიძლია ეს დავარქვათ, გნოზის მოგეხსენება შემეცნებას ნიშნავს და ისინი ამბობდნენ, რომ რიტუალების შესრულება და ასე შემდეგ არაფერი არ დაგვეხმარება, ჩვენ უნდა შევიცნოთ. მათ შექმნეს თავისებური ენა, რომელიც ფაქტობრივად არანაირ კონვერტაციას, არანაირ თარგმნასაც არ ექვემდებარება, ძალიან სიმბოლური ენა შექმნეს. ძალიან რთული მოაზროვნეები იყვნენ. და მარკიონი ითვლება, ესე ვთქვათ, როგორც არის მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი, ესე ვთქვათ, გნოსტიციზმი და ესეთი გვიან გნოსტიკოსი ან პოსტგნოსტიკოსი. იმიტომ რომ არ იყო ესეთი ორთოდოქსი გნოსტიკოსი. გნოსტიკოსებისთვის იყო ესეთი დებულება, რომ არსებობს ორი ღმერთი, ერთი არის ძველი აღთქმის რაღაცა სამყარო შემოქმედი დემიურგი ღმერთი, ბოროტი დემიურგი და არსებობს კეთილი ღმერთი. და ჩვენი ნამდვილი სამშობლო არის არა ეს მიწა, რომელიც ბოროტმა დემიურგმა შექმნა, არამედ კეთილი დემიურგის მიერ შექმნილი ჭეშმარიტი ჩვენი სამშობლო და იქით უნდა დავბრუნდეთ. მარკიონს შემოაქვს ცვლილება, მარკიონი იძახის, რომ ჩვენ სამშობლო არ გაგვაჩნია საერთოდ. იმიტომ რომ სამყარო შექმნილია ბოროტსაც არ ეძახის სამართლიანი ღმერთის მიერ. მაგრამ ის სამართლიანობა არის სწორედ ძალადობაზე და სისასტიკეზე აგებული. არსებობს მეორე ღმერთი, ქრისტეს მამა. რომელთანაც უნდა წავიდეთ იმით, რომ გავახციოთ ამ სამყაროს წესრიგისგან, ამ მისი ღირებულებებისაგან, მისი აი სწორედ აი ფალოსებისაგან, ძალადობებისაგან, რეპრეზენტაციებისაგან, წავიდეთ იქით და ჩვენ ადამიანს არ აქვს რეალურად სამშობლო. ეს არის აბსოლუტურ უცხოში გადასვლა. სამშობლოს კი არ უბრუნდება, ის უცხოში მიდის. რეალურად მე კი არ ვიმეორებ, აი წარმოვიდგინოთ ფსიქოანალიტიკური სიტუაცია წარმოვიდგინოთ. ფსიქოანალიზი რას გვასწავლის? ჩვენ ვიმეორებთ და ვიმყოფებით რაღაც მოჯადოებულ წრეში, სადაც ჩვენ და უნებურად ვიმეორებთ ჩვენ ტრავმებს, ვეწევით მის ამ ჩვენი ტრავმების რეპროდუქციას და ამ მოჯადოებული წრიდან ვერასდროს ვერ გამოვდივართ. პირიქით, სულ უფრო და უფრო ვეფლობით. და რეალურად ეს არის ჩვენი სამშობლო. სამშობლო ეს არის ტკივილი. სამშობლო ეს არის ლაბირინთი, რომლიდანაც ვერ გამოდიხარ და ვერც ბედნიერი ხარ მაშინ, არა? ფსიქოანალიტიკურ სურათს აღწევ. და მარკიონი იძახის, იქ სადაც უნდა წახვიდე, ღმერთი, კეთილი ღმერთი ეს არ არის. ეს სამართლიანი, სასტიკი ღმერთი შექმნილი სამყარო არის ეს.
ეს არის ჩვენი სამშობლო, მაგრამ თუ გინდა თავი და თუ გინდა ქრისტესკენ წახვიდე, ქრისტემდე მიაღწიო. უნდა დატოვო უარი თქვა იმ წესებზე, რომელიც ამ დემიურგმა, ბოროტმა დემიურგმა, სამართლიანმა დემიურგმა დაგვიწესა და გავდივართ მისკენ, მიყვებით. ეს სხვათა შორის ყველაზე ძლიერად ვლინდება მე-20 საუკუნეში ერთ ყველაზე უცნაურ და გიგანტურ მოაზროვნესთან ფილოსოფოს ლუდვიგ ვიტგენშტაინთან მის ლოგიკო-ფილოსოფიურ ტრაქტატში. გავიხსენოთ უკანასკნელ მისი ტრაქტატის მე-6 თავში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფრაზა: ღმერთი არ ცხადდება სამყაროში, ეს გერმანულში in der Welt. ან in-ზე აქვს ხაზგასმა, კურსივით აქვს დაწერილი. აბა საცხადდება რა. ანუ ეს და ვიტგენშტაინის მოგხსენებათ სამყარო არის ის, რაც შედგება ფაქტებისაგან. ხდომილებებისაგან აბატეთ. alles was der Fall ist, ja. და აქ უილად ეძებთ. აქ ვერ იპოვით ღმერთს. ის აქ არ ცხადდება. ეს თვითონ ვიტგენშტაინი უშუალოდ დაუკავშირდა ამ თვალსაზრისით მარკიონს. ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის მეშვეობით. ლევ ტოლსტოის ერთ-ერთი თხზულების გამო ლევ ტოლსტოი მოგეხსენებათ მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადასცა ანათემას. და ფაქტობრივად ტოლსტოი იყო მე-20 საუკუნის, აი ჩვენს მართლმადიდებლურ სამყაროში პირველი და ყველაზე დიდი მარკიონისტი. და ვიტგენშტაინი იყო მულტიმილიარდელის ავსტრიის იმპერიის მძიმე ინდუსტრიის შემქმნელი შვილი. მან მთელ თავის გიგანტურ ქონებაზე და მემკვიდრეობაზე უარი თქვა და აი ასეთი მარკიონივით თავისუფლდება მისგან და ასრულებს ლოგიკო-ფილოსოფიურ ტრაქტატს. ამბობს ღმერთი არ ცხადდება ამ სამყაროში. ეხლა შევაჯამებ და ვიტყვი კიდევ ერთ რამეს. როდო რას ნიშნავს ამ სამყაროდან ყოველგვარი გაქცევის ან სხვა ტიპის ქმედების გარეშე ხა სხვადასხვა ჟანრებს განვიხილავდით არა სხვადასხვა ფორმებს. ნიჩე არის ის ადამიანი თანამედროვეობაში, რომელიც ყველაზე მძაფრად და ღიად ამბობს ერთ რაღაცას. ყველაფერი არის დაფუძნებული იმ დებულებაზე, რომ სამყაროს საწყისში დგას ღმერთი და მის ხელშია სრული ჭეშმარიტება. აი ხა ეს რო ავიღოთ და მოვაცილოთ, რა დაგვრჩება? წარმოვიდგინეთ რაღაცა ხუხულა გვაქვს აგებული და ის ხუხულა დგას რაღაცა პატარა ბურთულაზე თუ რაღაცა საფუძველზე და ნიჩე გვეუბნება რომ აი ეს საფუძველი არის თავიდან ბოლომდე სიყალბე. შეგვიძლია ნახოთ ამ იმაში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში ის პატარა ტრაქტატი ნიჩესი ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ არამორალური მორალს მიაღმა თვალსაზრისით. რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება ეს არის რაღაცა მეტაფორები, ანთროპომორფიზმები, ალეგორიები, მეტონიმიები, პირობითი სიმბოლური ენაა, რომლის უკანა ჩვენ ვერავითარ მყარს, რეალურ საგანს ვერ დავინახავთ. იმიტომ რომ ეს არის გამოგონილი ფანტაზმა და ამაზე არის აგებული ყველაფერი. და ნიჩეს კიდევ ერთი ციტატა სხვა ტექსტიდან, მისი გარეული ფრაგმენტები, გაბნეული ფრაგმენტებიდან რო ავიღოთ, ქართული თარგმანის ცოტა თავისუფალ თარგმანში მოხთავაზებთ. ჩაებღაუჭეთ, ჩაეჭიდეთ თქვენ ღმერთს და უქმენით მას სამყარო, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი საერთო არ აქვს და მე მის შესახებ არაფერი არ ვიცი. მოდით ამ ფრაზით დავამთავრებთ. ქრისტიანულ საწინააღმდეგოში ის მონაზონება, რომელიც არსებობს სწორედ ასეთ ამ სიწმინდის შენარჩუნებისკენაა მიმართული.
ხოლო საინტერესო ამ თვალსაზრისით ისლამი განდევნილობასთან მონაზონობას უბრალოდ ასეც არჩევს. გამოაკლისი გახლავს ეს დებრიშობა, რომელიც ასე ვთქვათ, ქრისტიანული სალოცობის მუსლიმური გარდაქმნა ერთგვარი. და რაც შეეხება მეორეს ლოცვის ამბავს, ვთქვათ, ანგელოზებთან დაკავშირებით, ეხლა ის პასაჟი მე თვითონ ბიბლიაში მოჩავხედო. ყურანში ასეა წარმოდგენილი, რომ ანგელოზი ასე ვთქვათ, იქ მოევლინა ლოცვს მამაკაცების სახით, რომ პირმშვენიერი მამაკაცების სახით და შესაბამისად გავეშებულმა. უცდუნებიათ ახლა პირმშვენიერი მამაკაცები მიადგნენ შეაცდუნეს. ანგელოზის ფორმით, როგორც უსქესო არის, ასე ვთქვათ, არსების ფორმით არ ყოფილან იქ წარმოდგენილი. ხოლო რატომ არის უმთავრესად ვთქვათ ანგელოზები მამაკაცის სახით წარმოდგენილი, ამაზე ვთქვათ შეიძლება ლიბოთ აგრეთვე ის უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის ეს შესანიშნავი მიმოწერა, სადაც აი ქალებს შეუძლიათ თუ არა ის საფრთხება წაიყვანონ, რატო არ მამაკაცებს ასე ვთქვათ ეს უპირატესობა, იმით მოგვიყვანოთ იმ თვალსაზრისით, რომ თუ მამაკაცის სახით, ანუ ის ამბობს რელიგია არ არის შესაძლებლობათა სფერო. რელიგია ანუ როგორც ვთქვათ ქართული ნაწარმოები არისტოტელემ ამოდინარე მომო. ესე იგი თუ ანგელოზების სახით არის მოვლენილი და ეცხადებათ მამაკაცების სახით ანგელოზები ადამიანებს, ესე იგი ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ასეც. მადლობ. ვეცდები დავიწყებ ინსტიტუციით. მე ვთქვი რომ კი რა თქმა უნდა ჩემი პოზიციაც გამოვთქვი და ჩემი პოზიციაც დავაფიქსირე. მე ნობიერთ რაღაცური არ მითხრას რატო უნდა იყოს ქალი ორალურ დაფუძნებას არდებით რელიგიურ დისკურსში. მე არ გელაპარაკებთ რელიგიურ დისკურსიდან და ფაქტობრივად დღევანდელი საუბრის არ მინდა ახლა რაღაცის მოდური და გაუგებარი ქართულ მიმოქცევაში ტერმინი დეკონსტრუქცია ვიხმარში დავშოთ არ არის მარტო რელიგიური დისკურსი ერთადერთი და ჭეშმარიტი. რელიგიურ დისკურსს აქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა, ამაზე არის რელიგია აგებული, რომ მე ვარ ჭეშმარიტება. აქ ნიჩე მოდის და გვეუბნება, რომ აი ხა გამოგიცლით აი ამ პატარა ერთ კარტს. არაფერზეც არ დგახართ. ესე თქვენი ფანტაზიები და თქვენი ზღაპრები არის ნიჩე გვეუბნება. და მიდასტურებთ. ვერაფერშიც ვერ თქვათ საზოგადოებრივ შეთანხმება სხვა რაღაცაა, ვიღაცა რაღაცა ვარაუდები და ლოგიკური მისვლები და ასე შემდეგ არის ეს პირდაპირ მოცემული ჭეშმარიტებები არა როგორც სტალინის ენა რო ავიღოთ არა სტალინი ველაპარაკებოდა თუ მის ნაწერებს ვიკითხავთ და სხვა შორის არის ვაზროვნებთ განქართული საზოგადოება როგორ აზროვნებს დღეს ჩვენ ვაზროვნებთ პირადად არავის არ გულისხმობს დღევანდელი სტალინმა კატეხი არსებობს პირდაპირი დასკვნები ესე არის და ესე უნდა იყოს მორჩეიქ არანაირი დისკუსია არ არის სამშობლო უნდა გიყვარდეს რატო უნდა გიყვარდეს რას გულისხმობს საერთოდ სამშობლოში პატრიოტიზმი კარგია მიშა მაგარია პატრიარქი ღვთაებრივია და ასე შემდეგ ანუ არ გულისხმობს ეს თავის თავში არ მოიცავს არანაირი კითხვის ნიშნის დასმა მართლა ესეა მართლა ესე უნდა ვიფიქრო და ასე შემდეგ ანუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა პასუხი კითხვის დასმის გარეშე ეხლა რაც შეეხება ანგელოზების ბუნებას ну ალბათ ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ქრისტიანობაში მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან ძალიან ბევრი თვალსაზრისით ну ბოლო-ბოლო სულ სამი მონოთეისტური რელიგია არსებობს იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი და სამივე ერთი წიგნიდან გამომდინარეობს არა და მათ შორის სხვაობა საკმაოდ მინიმალურია მაგრამ რა მინდოდა რატო დავიწყე ხო განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება იყოს ქრისტიანული მისტიკა. ერიუგენა ავიღოთ, აი თქვათ ისეთი მისტიკოსი, მაქსიმე აღსარებელი, იგივე დიონისე არის, ოპაგელი. ხა მე
მოხდობათაც კი მომაჩია საუბარი თათა სპეციალისტი ქრისტიანული მისტიკის განკვლევ ისეთ სივრცეებს მოაჩენენ თუ ქმნიან რომელშიც ტრადიციული დოგმატიკა არ თავს ანგრევენ ამ ტრადიციული დოგმატიკის საზღვრებს რა ხო რატომ დაიწყე ანგელოზის უსქესობა არათუ ანგელოზის უსქესობა ევგენას თეზა არის რომ ქრისტესაც კი არ აქვს ეს ქრისტეს კი უსქესობა მიუხედავად იმისა რომ ის დაიბადა და ჯვარსაცვეს და მოკლეს როგორც მამაკაცი მაგრამ დრეთით აღსდგა ქრისტეს არ შეიძლება ჰქონდეს სქესი უფრო შორსაც მიდიან ადამიანის მამრობითობა ეს არის მისი ცოდვით დაცემის შედეგი და აღდგომა დრეთით აღდგომა ნიშნავს ის რომ ის გათავისუფლდეს თავისი სქესობრივი იდენტობისგან საერთოდ თავისუფლება ნიშნავს ასევე იდენტობისგან გათავისუფლებას არ ახალი იდენტობების მიღებას და ძალიან რთულია ამაზე საუბარი საერთოდ რასკულის მომენტ დღეს უკვე პოლიტიკურ ბოლო დროის პოლიტიკურ დისკუსიებში სოციალურ იდენტობაზე და ასე შემოწოდოთ მიგვის მომენტ იმიტომ რომ რაღაცა შაბეშლება მექნება რომ სიტყვის მნიშვნელობა არის თენცერ პარტიის იდენტობაზე და იდენტობაზე წერთან ის იდენტობაზე იდენტობა ბოლო პირველში ყველაზე ძლიერი ფორმა იდენტობის ის არის მე ვარ ქართველი მე ვარ მართლმადიდებელი გენეტიკურად არაგენეტიკურად თუ ასე შემდეგ ანუ რაღაცასთან მიბმა ან და რას ნიშნავს იდენტობა მე ვარ გაუთავებლად რეპრეზენტანტი იმისა რის იდენტობათაც იდენტურადაც თვლი არ თუ მივიჩნევ თავს არამედ რაც მე მაიძულებს ვიყო ამ იდენტობის იდენტობა ყოველთვის ჩემამდე არსებობს იდენტობა მე არ მომიგონებია რა და არ შორს არ ვიდივარ თქვენ თვითონ უბრალოდ ეს უვლი ალბათ უფრო გასაგები რო იყოს და არ ჩავიკეტოთ ისე და ისე რელიგიურ დისკურსში იდენტობა არსებობს ყოველთვის ჩემამდე მე ვიბადები და ვარდები ან მსვავენ არ ვარდები მტენიან მთელი ცხოვრება მტენიან ყველა მშობლებიც ოჯახიც ნათესაობაც მეზობლობაც სკოლაც უნივერსიტეტი ყველა მტენის რაღაცა იდენტობაში და რეალურ გათავისუფლება არის სწორედ აქედან გასვლა ამ იდენტობებიდან გასვლა მე არ ამირჩევი არც ჩემი სქესი რომლის რეპრეზენტანტიც უნდა ვიყო არც თმის ფერი არც ქანის ფერი არც ნაციონალობა არაფერი არ ამირჩევია რა ეს ყველაფერი ჩემში ჩადის როგორც რაღაცა ტიპის ინვესტიცია არავის არ უკითხავს ჩემთვის ნება არ უკითხავს მინდოდა თუ არა ეს მე ამას მე მეთქო სვამ ან არ სვამ ამ შეკითხვას მინდა კი ეს ვიყო და რეალურად ეს არის თავისუფლება ის რასაც მისტიკა გვთავაზობდა ამ იდენტობებისგან ამ ზაფორმებისგან გათავისუფლება იძულებისგან გათავისუფლება რომ უნდა ვიღაცის რაღაცის რეპრეზენტანტები უნდა ვიყო ეს იქნება წინაპრების აჩრდილების მათი სახელის და დიდების და რაც თავიდან ბოლომდე ზაფრებია თავისთავად კიდე და ასე შემდეგ რა არ ვიცი ახლა ცოტა იდენტობა მოდება გამომივიდა. კი ბატონო, სიამოვნებაა. კი ბატონო. ის არშიოჩხი ნასნით რომ კაცი არის ოჯახის პატარა ღმერთი, ხო? ზუსტად ის კაცი რომელსაც ოჯახი არ აქვს, ანუ არ აქვს ოჯახი. მე ვარ ეგეთი. აკოს პირადად არ შეგვიძლია ორი მსგავსი ისევა. აქ ესე იგი ჩვენ გქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე, არა? მე თუ დააკვირდებით. სამყაროს მოდელი რო აქვს. იქ სათავეში არის ღმერთი, მისი ანალოგიით შექმნილი სახელმწიფო წყობა. აი აქაულ საზოგადოებებშია ესე და შუამდინარეთში შეგვიძლია ნახოთ. შუმერი, აქადი ქვეყანა იმართება არა კონკრეტული მეფეების მიერ, არამედ პარალელურად იქ არსებობს ღმერთების პარლამენტი, ღმერთების მთავრობა და ისინი მართავენ ქვეყანას. და რა ფორმებიც არის ღვთაებრივი ფორმები შემუშავებული, ზუსტად იმის ანალოგიით ხდება, რომ დავაპატარავთ ისინი მართავენ თელსამყაროს. მეფე მართავს იმ კონკრეტულ სამეფოს. იქ კიდევ არსებობს უფრო დაპატარავებული ვარიანტი, სოციალური ინსტიტუცია ოჯახის სახით. იქ ვინ არის თავარი ეს არის მამაკაცი მამრი იმიტომ რომ მამრობითი ფიგურებია რა და ის მართავს რანაირად ვლინდება
თუ გაინტერესებთ არსებობს ვალტერ ბუკერტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ანთროპოლოგი და კლასიკური ფილოლოგია თვითონ, მაგრამ აი მსხვერპლის და არქაული რელიგიების სფეროში, შესწავლის სფეროში უდიდესი ავტორიტეტი, მისი ნაშრომები შეგიძლია ნახოთ, მეგონი არის კიდევაც აქ ბიბლიოთეკაში კონკრეტულადაც გეტყვით, რომელიც სადაც ზუსტად მაგ ანალოგიებზე ლაპარაკობს. სამყარო ბუკერტის სიტყვა სამყარო არის ძალადობრივი აქტი, სამყარო შესაქმნელი არის ძალადობრივი აქტი, იგივე ღმერთების ძალადობა და მე გადმოვაქვს სწორედ იმაზე. აი კონკრეტულად რა საქმეა, იცით? ქალწულობის ინსტიტუტზე რო გქონდა საუბარი. სამყარო იქმნება, იღვრება სისხლი ვიღაცის. სისხლისგან იქნება, ძალადობრივი აქტისგან იქნება სამყარო. და ოჯახი რომ იქმნება, იქაც უნდა დაიღვაროს სისხლი, აი ამისთვის არის ქალწულობა საჭირო. მეტი არაფრისთვის. იმიტომ რომ ეს რელიგიურ რიტუალად აღიქმება. საბერძნეთში ყველგან უამრავ სფეროში შეგვიძლია დავინახოთ. ამის მითოლოგიური საფუძველი, ამას ქრისტიანობასთან, ქრისტეს მოძღვრებასთან, პირადად ქრისტესთან არაფერი კავშირი არ აქვს. საერთოდ მე ეძება ქრისტიანობას, როგორც რელიგიას, რამე კავშირი ქრისტეს დაკადაგართან და ნალბარაკებთან ხოლმე პირიქით მეგონი 180 გრადუსით მიაბრუნეს და სადღაც სხვა მიმართულებით წაიყვანეს, არა? მაგრამ ეს ზოგადი პრობლემა სოციალურ ესე ყოფნის კარლ ბარტს, ებრაულთა ოფისერად უდიდეს თეორია. არის ძალიან ცოტა სისხლი, რომ შეიძლება რომ ეს სისხლი მაგალითად ხელი მოჭრა, ეს სისხლი წამოვიდეს და არა, აი ეს ამას მივხვდით სწორედ გავაანალიზოთ ამას არ არის მება. ხელი მოაჭრა და თითი გაუჭრა მაგას აი თელი პრობლემაც ეგ არის, რეალურად არა, ეხლა შევხედოთ ამას სხვა კუთხით. კონკრეტული მითები, რომლებიც გვასწავლიან, გადმოგცემენ სამყაროს შესახვის აკეთს. უფრო მეტი. ეხლა მე ამაზე ალბათ სექტემბერში ან ოქტომბერში მინდა უფრო ცლად და რამდენიმე ლექცია და დისკურსი წავიკითხვა და ამაზე უფრო კონკრეტულად მექნება. თვითონ რაც ძალაუფლების მითოსურ ფორმებს და პარადიგმებს რაც შეეხება უფრო კონკრეტული მითოლოგიური ტექსტების ანალიზი. ყოველთვის თვითონ შესაქმნის აქტი და ტერმინოლოგიაც კი, რომელიც გულისხმობს აი ამ დემიურგულ კოსმოგონიურ ძალადობას, ანალოგიური არის სექსუალური აქტისა. უფრო მეტიც, ემთხვევა კიდევაც მაგალითად შემეცნებით აქტს. გიგნოსკეი ბერძნული სიტყვა ეს ნიშნავს შემეცნებასაც და სექსსაც, სექსუალურ აქტსაც. მაგალითად, გადმოიცემა ასევე ენებში, ქართულშიც ესე გადმოიცემა, ბერძნულის და ბიბლიური ანალოგიით არის. ადამმა შეიცნო ევა და ევა დაფეხმძიმდა და გააჩინა კაინი. არა? შესაქმნის ხო, მე ეს გზელდება. და შეიძლება ინცესტი, ორი შვილი აქვს, საიდან ну ეს მოგკითხოთ მე ნუ მკითხავთ ამას ბიბლიის ავტორებს მიმართეთ სხვა კითხვებიც არის ერთ გასაგებია რომ ამ გამათით ჩვენ ზოგადად ინვესტიციულ დასამთავრებლად ვერ მივავალთ საერთაშორისო ინცესტის შესახებ პასაჟები ბევრი ხდება ძველში მარტო ეგ არის მაგრამ უკან არის ერთი კითხვა ძალიან და მე ხმე ქრისტიანის სინამდვილეზე ჩამოვარდა სიტყვა და აი ეს თემა რომ გავაგრძელოთ გნოსტიკოსები ხო რომლებიც იყვნენ ინსპირაცია ლექსის დასაწყისში ნახსენები ბენიამინის ძალადობის თვით. მაინტერესებს როგორ არის ეს თემა ღვთაებრივი ძალაუფლების, ღვთაებრივი ძალადობის თემა დანახული გნოსტიკოსების მიერ. ღვთაებრივი ძალადობის თემა ხო ლექსის თემა რაც იყო ძირითადად. დიახ. იცი აი თუ გნოსტიკოსების ძირითადი პრინციპი და სხვა შორის აი ამიტომ იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად მარკიონისტების და მარკიონისტებისთვის ესენი არიან ტიპები რომლებიც კატეგორიულად ემიჯნებიან ყველა იმ წეს ნორმას პირველ რიგში დავარქვევდი ამ რეპრეზენტატიულ ნორმებს აი თუნდაც ისეთი ოპოზიციისა, როგორც არის ქალი და მამაკაცია რა. არსებობდა გნოსტიკური
ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით მათ შესახებ, იმიტომ რომ ქრისტიანობა და ეს არის ძირითადად ისე ქრისტიანი მამების პოლემიკური თხზულებებიდან, თქვა კონტრამარკიონი ტერტულიანის თხზულება, სადაც ის ციტირებს მარკიონის თხზულებებს, მაგრამ მარკიონის არც ერთი თხზულება შემორჩენილი არ არის, იმიტომ რომ ქრისტიანობა ყველაფერი გაანადგურა ქრისტიანულმა ეკლესიამ. სხვებისაც ასევე, ანუ ისინი ქრისტიანი თეოლოგები, რომლებიც აკრიტიკებდნენ გნოსტიკოსების ქრისტიანები იყვნენ, რაც თავარია, ხოლმე სხვანაირად ეს მოდადეს ყველაფერი, მათი თხზულებებიდან ვიცით. შესაბამისად, მთელი მათი ხედვა მიმართულია იმისკენ, რომ გავიდეთ აქედან. მარკიონი ყველაზე კარგად არის აღდგენილი იმის ხარჯზე, რომ ადოლფ ფონ ჰარნაკმა მე-19 საუკუნეთან მიჯნის ცნობილმა გერმანელმა პროტესტანტმა თეოლოგმა ლამის ცხოვრების ნახევარი მიუძღვნა მარკიონის თხზულებების რეკონსტრუქციას. და აქედან ცოტა უფრო მეტი ვიცით მის შესახებ და მისი მოძღვრების შესახებ. და შესაბამისად ყველაფერი არის ის, რომ ის მოძალადე დემიურგი ამ მოძალადე დემიურგს არაფერი საერთო ქრისტესთან არც აქვს და არ შეიძლება ქონდეს. და სხვა შორის ერთი ისეთი დასკვნა, რომელიც ჰარნაკსავე ეკუთვნის, რომ პრინციპში ისე მოხდა, რომ თუ არა ქრისტიანობიდან, ამეთ თვითონ ქრისტეს მოძღვრებიდან, საიდან ის ქრისტეს მოძღვრება, ეს არის ძირითადად გორაზე რომ შემოდგა და იქადაგა. იქიდან მოდის პრინციპში, რაც ქრისტეს სიტყვების უმეტესობა არის იქ წარმოქმნილი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ამას სინამდვილესთან კავშირებს, მაგრამ აქ არის დანარჩენი ყველაფერი რაღაც განმარტებები, კომენტარები და ასე შემდეგ. აი პირდაპირ წაგიკითხავ ჰარნაკის ციტატას. დაეჭვების გარეშე შეიძლება თქმა, რომ მარკიონმა ქრისტესეული ღმერთის ცნება ასობრივად უკეთესად გაიგო, ვიდრე ეკლესიის დამაარსებელმა მამებმა. ეს ჰარნაკის დებულებაა და ჰარნაკსავე აქვს ესეთი თვითონ დაეჭვებული კითხვის ნიშნის ქვეშ ამბობს ამას, რომ ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ თითქოს ასეა, რომ სამყარო უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე თავად ქრისტე. ანუ სამყარომ და აი ამ გენეალოგიურმა წესრიგმა ამ ძალადობრიობაზე, ღვთაებრიობაზე და ღვთაების ძალადობრიობაზე აგებულმა წესრიგმა თარგმნა ქრისტე, ანუ აქცია ზომბად ქრისტე და თარგმნა ის თავის ენაზე. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირაზე დააყენა მისი მოძღვრება, სრული პერვერტირება მოახდინა, პერვერსია აქცია თავისთავად ეს მოძღვრება. ანუ დაამახინჯა, სახე შეუცვალა და ინსტრუმენტად გამოიყენა თავისი მიზნებისათვის, რა. და რაც შეეხება აი კონკრეტულად ამ ძალადობრიობას, ისინი მაქსიმალურად ემიჯნებიან და გაუღია ამას. ანუ ადრეული ქრისტიანებისათვის ჩვენ ვიცით, რომ ადრეული ქრისტიანები უარყოფენ ძალადობას. ეს ბოლომდე მართალიც არ არის, თუმცა მართალი არის იმ თვალსაზრისით, რომ ქრისტიანი არ უნდა იყოს მოძალადე. ეს ხდება ყველაფერი კონსტანტინემდე, მაგრამ ამავე დროს ქრისტიანები არიან ჯარისკაცებიც და პატიოსნად ემსახურებიან რომის იმპერიას. რომის იმპერიასთან ქრისტიანობის კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი ის არის საფუძველი, რომი არის ძალიან გამჭირვალეობაზე აგებული სახელმწიფო და აბსოლუტურად ტოლერანტული ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის მიმართ. რამაც რომის იმპერიაში ეჭვი გამოიწვია ქრისტიანების მიმართ, არის ის, რომ ისინი სადღაც მიწისქვეშეთში იკრიბებიან და კაცმა არ იცის რას აკეთებენ. აი ამან წარმოშვა ეჭვები და მთელი პარანოია, რომ ესენი ვიღაცა არანორმალურები არიან, კანიბალები არიან, მithumetas იოანეს სახარებიდან თქვენ უნდა მიიღოთ ძის სისხლი უნდა დალიოთ და მისი ხორცი ჭამოთ და ნუ ესო გაიგეს, ნუ ესე იგი ნამდვილი კანიბალები არიან, თან რატო იმალებიან და რეჯვებიან. კაცმა არ იცის, არა? ანუ ეს აჩენს ამ გარკვეულ პარანოიდულ განწყობას. მეორე არის ის, რომ ქრისტიანები არ აღიარებენ სხვა ღმერთებს, ესეც დიდად არანაღვლებს რომაელს, მაგრამ არ აღიარებენ რომის იმპერატორს ღვთაებად. აი ღვთაება ყველაფერი და არ წირავენ მსხვერპლიან ეს დეციუს იმპერატორ დეციუსის პერიოდში იყო, მათ უარი თქვეს სისხლიან მსხვერპლზე ქრისტიანებმა. დანარჩენი არანაირი კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. შემდგომში უკვე, როდესაც ქრისტიანობა ეს დაახლოებით 370 წლიდან ხდება, ეს დოგმატი, რომ ქრისტიანს არ აქვს უფლება ვიღაცაზე ხელი აღმართოს და იძალადოს,
როგორც კონსტიტუციური ცვლილებები რომ უნდათ ახლა რაღაცა ქრისტიან დემოკრატებს და ესეთ მსგავს მოვლენებს, აი დაახლოებით ეგრე გააუქმეს პირიქით ვალდებულიც კი ხარ ქრისტიანი მილიცია ქრისტი შეიქმნა ეგეთი ფორმულა ქრისტეს ჯარისკაცი, თორე ქრისტე არის თვითონ იმპერატორი, ის ბრძანებლობს და ქრისტე გვავალებს ჩვენ, პანტოკრატორი გვავალებს ჩვენ, რომ ვიძალადოთ ქრისტეს სახელით გადადის ძალადობა რა. არათუ ლეგიტიმური ხდება ძალადობა, არამედ პირიქით, როგორც ქრისტიანი ვალდებულიც კი ხდები, შეიძლება იყო მოძალადე და ვინც არ არის ქრისტიანი, ყველას გადაუვარო და გადმოუვარო. ჯვაროსნული ომების დროს მე რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ისლამისადმი დამოკიდებულება ვიცით ქრისტიანული პერსპექტივიდან, რომ ისლამ მუსლიმები ეს კაცი ჭამიები, ველურები, მომსპობები, რაღაცა სისხლის მსმელები. ისლამურ, აი გავიხსენოთ, ჰაბიბ იბნ მასლამა შემოდის საქართველოში პირველი არაბი დამპყრობი, პირველი მუსლიმი დამპყრობი, ხელუხლებლად დაცვის სიგელს გვიტოვებს. არავის თითი არ ატვინა არავის რეალურად. მერე ხდება ეს ერთი საუკუნის შემდეგ ძალადობრივი შემოსევა, არა, ძალადობრივი აქტი. ჯვაროსნული ლაშქრები შედიან ქრისტიანები სისხლის მდინარეებად აქცევენ მთელ ახლო აღმოსავლეთს, შეძრწუნებულია ისლამური სამყარო, ეს ველურები საიდან ამოწვევა. ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების დონე მართლა ძალიან ჩამოჩენილი იყო ქრისტიანობა, მთელი ევროპა იმ დროს ისლამურ სამყაროსთან. უმბერტო ეკოს სიტყვებია მე-14-მე საუკუნეებში ვინმეს რომ ეთქვა, რომ ოდესმე ქრისტიანული ცივილიზაცია გაუსწრებდა ისლამურ ცივილიზაციას, ნუ იდიოტად შეგრაცხავდნენ, ნუ ეს დებილია რაღაცა რეებს ბოდავს. ახლა იგივეა რომ თქვათ, რომ რომელიღაც პაპუა-გვინეის ტომები ხვალ იქნებიან სამყაროს მმართველები, არა, დღევანდელი პერსპექტივიდან გვეჩვენება სასაცილო. მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება იყო ისტორიაში რა მოხდება და როგორ გათამაშდება, ამას წინასწარ განსაზღვრო შეუძლებელი. მე-14-მე საუკუნეში იქ თვითონ ალბათ ის არის თვითონ იყენებს როგორც დესკრიფციულ ცნებას. არა, ეს ზუსტად გეტყვი რომ სტატიაშია, ეს არის 11 სექტემბერზე რო აქვს სტატია. ერთი ნაწილი ის იქნება იმ ჰიპოთეზიდან, რაც ბოილის პონჩი თქვენ პრინციპში საინტერესო ნაწილობრივ შემსადაგებლობაში ვიკვლევ, არის როგორ ახდენს ორგანიზებული რელიგია საკრალიზაციას სამოქალაქო პირების რეალურად იმისთვის, რომ რაღაც ერთგვარი ტოტალიტარული კონტროლი დააწყოს ესოს ფაქტობრივად ეროვნული იდენტობის განსაზღვრაზე, ერთგვარი წმინდა ჩრდილოეთ კორეა გააკეთა. ამ თვალსაზრისით მაინტერესებდა თქვენი აზრით, აი ამ იდენტობის კონსტრუირების პროცესში, როდესაც არის ერთის მხრივ აღმოსავლური, აშკარად პრორუსული ორიენტაციის ერთი ინსტიტუტის დისკურსის ჯახი მეორესთან, სახელმწიფო დისკურსთან, რომელიც არის მეტნაკლებად ლიბერალური დასავლური, აი ეს პროცესი როგორ გავლენას ახდენს იდენტობის პოლიტიკაზე საქართველოში. მეგონს სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს გარეგნულად ყოველ შემთხვევაში არის აი რაღაცა იდენტობების გაურება თუ მულტიპლიკაცია იმ თვალსაზრისით რომ ერთი ნაწილი აი ოფიციალური სახე რო შევქმნათ არა ოფიციალურ დისკურსში თანამედროვე ქართულ ოფიციალურ დისკურსში ან სოციალური ქსელების დისკურსში როგორ არის მოცემული რომ ერთი მხრივ არის საეკლესიო დისკურსის გენეტიკურად მართლმადიდებელი და ასე შემდეგ. აი ტენდენცია რო ავიღოთ, რომ ქართველი ეს არის მართლმადიდებელი და შესაბამისად გადაწევა გარკვეულწილად პოლიტიკური თეოლოგიისაკენ და ეს არის შემთხვევა 2007 წელს ილია მეორის ინიციატივა რომ ნახეს მონარქია და მონარქი გაზარდოს პატრიარქმა შემდგომ ეს რაღაცა ტიპის ესეთი ალქიმიური ქორწინება ორბაგრატიოს შორის და ასე შემდეგ. ანუ გარკვეული სიმბოლიკით თამაში. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლიკა არის აბსურდულობამდე მიყვანილი, იმიტომ რომ ის სიმბოლიკა არსებობს შუა საუკუნეებში. მე-16 საუკუნის სიმბოლიკას ღირებულება და აზრი აქვს მხოლოდ იმ დროს. ისე როგორც დღევანდელ სიმბოლიკას, ჩვენ დღევანდელ სიმბოლიკას 5 წლის შემდეგ 5 საუკუნის შემდეგ არანაირი აზრი არ იქნება, ეს იქნება მხოლოდ ისტორიული ფაქტი და მეტი არაფერი, მას ვერაფრით ვერ გავაცოცხლებთ. და თუ ვინმე შეიძლება გააცოცხლოს, მივიღებს სიმახინჯეს რაღაცა, აბსურდს, ან კარიკატურას მივიღებთ, რა. მეორე მხრივ იგივე შემიძლია ვთქვა მართველი პოლიტიკური ელიტებისგან
თუ მათივე ოპოზიციებისგან ეს რაღაც აკვიატებული ნაციონალური იდენტობის პოლიტიკა, რომელიც არის მე-19 საუკუნე. ეს არ არის არც მე-20 საუკუნის მე-19 საუკუნე და პლუს კიდე ამ მე-19 საუკუნის ემოტება, შეიძლება ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ შევისწავლით და ყურადღებით შევხედავთ სტალინის ეპოქას, სტალინის მმართველობის პერიოდში რა ხდება საქართველოში და რა ტექსტები იქმნება საქართველოში. მანამდე საბჭოთა ეპოქაშიც კიდე, მაგრამ აი დაახლოებით 20-იანი წლებიდან მოყოლებული 50-იანი წლების ბოლომდე. ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ქართულად ფრიადი ქვეყანაა აღირაცხების, რომელსაც აშინა ქართული ენითა ჟამი შეიწევს და როცა ეყოლელი აღესრულებს, რომ მეორე მოსვლის ამ დროს 1924 წელს ქვეყნდება მარის მიერ აღმოჩენილი კებაი საქმეებს პავლე ინგოროყვა. მე პავლე ინგოროყვა თვითონ თავით ამუშავებს და ახალ ხარისხში აყავს ეს ანუ ის რაც მე ვთქვათ ვიან 80-იან წლებში გამომჟღავდა და რაღაც თვითონ ახალი ქართული ეროვნული ნარაციის საფუძველი გახდა. ეს ყველაფერი ნაწილობრივ მე-19 საუკუნიდან არის, მე-19 საუკუნის იდენტობა ეს არის მართლაც პოეტური იდენტობა, ილია ჭავჭავაძე და ფექტელეულები შექმნილი, მერე წამოვიდა საბჭოთა პერიოდში აი ის რაღაცა აბსურდულობამდე მიყვანილი ნაციონალური სიამაყის ფორმები, მთელი ევრაზიის პირველადი მოსახლეობა, რო ქართველები და ქართულთა მონათესავეობა და ამგვარი თეორიები და უშუალოდ სტალინის მითითებით შეგიძლიათ ნახოთ ნიკო ბერძენიშვილის მოგონებები სტალინთან შეხვედრაზე. მან ბერძენიშვილს და ჯავახი ჯანაშიას დაავალა პირდაპირ დაწერეთ, რომ ესპანეთიდან ამის ინდოეთამდე პორსულ ქართველები იყვნენ. აი რაღაცა ტიპის კომპენსაციები, სიმბოლური კომპენსაციები და ამისი სუბსუმირება მოხდა, ამისი შეჯამება მოხდა შემდგომში 80-იანი წლების ბოლოსაც 90-იანებში და განსაკუთრებით დღეს. ანუ რაღაცა ტიპის ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა ამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რაღაცა ახლის გამოგონება. და ეს ახალი დავიწყეთ ამ ახლის ძიება წარსულში. შესაბამისად, ერთიც მეორეც არის ანაქრონული და აბსოლუტურად არაკრედიტუნარიანი. ეს გადაივლის, იმიტომ არაფერზე არ დგას, რაღაცა ტიპის ხუყულოები არის, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რამდენიც უნდა აბიტურიენტები დალოცონ, რამდენიც უნდა რაღაცა დროშები ვაფრიალოთ, ეს გაქრება, იმიტომ რომ არაფერ არსობრივზე არ არის. რელიგია არის სულ სამი. პირადად ჩემი პოზიცია რომ სამება გამორიცხავს მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხავი არის და სამება გამორიცხავს ეს ქრისტიანობა ტრინიტარია ქრისტიანობა განიხილოთ როგორც მონოთეისტური რელიგია. ეს ჩემი პოზიცია. მე კითხვას თუ კი განვიხილავთ ამ რელიგიას და ვენახავთ რომ თუ კი იესო ქრისტე მუდმივად არსებობდა ეს რელიგია არ მოხდა იესო ქრისტე მუდმივად არსებობდა როგორც ამის და ჰიპოსტაზი მაშინ მარიამ ღვთისმშობლის როლი დადის ფაქტურად ინკუბატორის როლი. და კითხვა არის ესე თქვენ ერთად. აი რა ბრძანეთ ხალისური დამსწრება ხდება ქრისტიანობის დასაშენებლად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ქრისტიანობაში არის უბრალოდ მარიამი. მარიამის როლის დამცირება ხო არ არის ზუსტად ის, რომ მას მიენიჭა არა დედის, არამედ უკუთვლის ფუნქციას. ანუ კრიტიკული პოზიცია ხო არ არის ეს, რომ ხალისურის კიდევ უფრო მეტად დამსწრება. სხვა იმებთან ერთად თუ ჩამოვა. ეს ერთი ახლა მეორე კითხვა. თუმცა ლევარას არუშმიტი რომელიც იყო მაგაზრები ფაშისტიან ნაცისტიან ავსტრიელი და ბრძანების იყო ულტრამეგარდიანი. და მე საინტერესო ის იყო რომ საერთო მემარცხენეებმა მისი რეაბილიტაცია პროცესს მოახდინეს. ანსაკის შევხედავ უფრო იდეოლოგიურ თვალსაზრისით დავინახოთ რაღაც ისრაელი. ფაშიზმი ძალიან ახლოს დგას კომუნისტთან და სოციალისტთან. ანუ ულტრამემარჯვენე ეს არის ფაქტობრივად გამოგონილი ტერმინი, არამედ ულტრამემარჯვენე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ულტრამემარჯვენე სადაც ეძახიან ფაშისტებს და ნაცისტებს. ეს სულ არ დგას იმ პოლუსთან, რა პოლუსთან ის უნდა იდეა. სულ და იმ მეორე პოლუსთან.
რა არის პოლუსი? და დიდი სახელმწიფოს პოლუსი. ანუ დიდი სახელმწიფოს პოლუსთან სოციალისტების, მემარცხენეების, კომუნისტების კიდევ უფრო იქით და კიდევ უფრო იქით ულტრამემარჯვენეები. ანუ ყველაფერი ეს არის დიდი სახელმწიფო. მეორე პოლუსი პატარა სახელმწიფო. იცი მაშინ ისიც რა თქმა უნდა ყველა მე მაგითი რა კავშირია ეს კითხები მოგახსენეთ ანუ მეორე პოლუსი არის ფაქტურად პატარა სახელმწიფო თუკი თქვენი მოხსენების პროგრამაში საკაული არის თვითი რომ სალახ მეფობაშია შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ ის პოლიტიკური ეკონომიკური მიმდინარეობები რომლებიც აღიარებენ და განან დიდი სახელმწიფოს ფუნქციაზე დიდი სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო რომელიც თვითონ ხელმოქმედებს ანუ ერთ ადამიანს ართმევს მის მიერ შექმნილ პროდუქტს და უნაწილებს სხვებს ის ხელმოქმედებაც აღარ არის სხვა რაღაცა ანუ სხვა რაღაც უწოდებენ აი კიდე ეს ხალხი მაგრამ ამაში არის კითხვა რა შემდგომია თუკი ძალა მეთქობაშია შეგვიძლია ყო სოციალიზმი კომუნიზმი და ისეთი მიმდინარეობა განხილოთ როგორც რელიგია იგნორირებთ მოგახსენეთ რა თქმა უნდა ძალიან ვეცები მოკლედ ტიპაში რა თქმა უნდა ყველა ტერმინი მემარჯვენე მემარცხენე ულტრა ლიბერალი ასე შემდეგ ანუ სხვადასხვა ხარისხები მემარჯვენეობა თვითონ რა თქმა უნდა ეს ხელოვნურად შექმნილი ტერმინებია არახელოვნური ამაში არა შესაბამისად პირობითობებია ეს რაღაცა პირობითობებია შესაბამისად მათივე ხარისხების გასასაზრად რა როდესაც თქვა მემარჯვენეობა გადადის მემარცხენეობაში ან რაღაცა პირიქით და ასე შემდეგ ეს ეხლა არ უნდა აურიოთ რაღაცა თეორიული დისკურსები გარკვეულ რეალობებთან არა ნუ არსებობენ თეორეტიკოსები პოლიტოლოგები ისინი იკრებებიან ურშამენ იმით რომ რაღაცები განსაზღვრონ არა და რაღაცა სახელი დაარქვათ ეს სახელმწიფოები ყოველთვის არის პირობითი რა თქმა უნდა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისში მემარჯვენე რადიკალიზმის და მემარცხენე რადიკალიზმის იმიტომ დაემსგავსა ერთმანეთს რომ ორივე იყო ანტიბიურგერული ორივე იყო მიმართული დღევანდელი გაგებით და არა იმდროინდელი გაგებით ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბიურგერულობის წინააღმდეგ ბურჟუაზიული საზოგადოების წინააღმდეგ მათ მემარჯვენე რადიკალებსაც და მემარცხენე რადიკალებსაც ეზიზღებოდათ აი ეს რაღაცა გამდიდრებაზე, ფულზე, კომფორტზე, ჭამაზე, სმაზე და ამაზე აგებული საზოგადოება და მათი ღირებულები, ანუ ბიურგერული ღირებულების სიზღმა რაღაცა თვალსაჩინო დაამსგავსა ისინი ერთმანეთს, მაგრამ არასობრივი ნიშნით. ანუ ეს ისე რომ ისინი ერთი და იგივეები არიან და მეტი არაფერი, ეს არ იქნებოდა მართალი. მეორე რაც შეეხება ტრინიტარიზმს და მის რეპრეზენტაციას. მე არ მიმაჩნია რომ ეს არის მრავალღმერთიანობა, იმიტომ რომ მთელი ქრისტიანული თეოლოგია იმის მტკიცება არის იქნება ეს ავგუსტინემდეც ეს იმ დროიდან ტრაკულიანეთი იწყება ტრინიტარიზმის დისკურსი შედება მაშინ საქმე ეხება მის რეპრეზენტაციას. აი მე-4 საუკუნეში იყო სწორედ მაგაზე დიდი დებატები და განსაკუთრებით მე-5 საუკუნეში. ორ სამ სახელს დაგესახელებთ ეს რა თქმა უნდა ავგუსტინე, მეორე გრიგოლ ნაზიანზელი, რომლებიც იცახიან რომ სამების რეპრეზენტანტი ერთი ადამიანი შეუძლებელია იყოს, ამით პოლიტიკური თეოლოგია ძალა ეცლება. მე-20 საუკუნეში 30-იან წლებში ერიკ პეტერსონი მონოთეიზმი როგორც პოლიტიკური პრობლემა, ეს ფუნდამენტური ნაშრომი არის, ისიც ამას ამტკიცებს. ცდილობს ამის დამტკიცებას, რომ პოლიტიკური თეოლოგია თავისი ქრისტიანობაში ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ სამების რეპრეზენტანტი არ შეიძლება იყოს ერთი მონარქი, ერთი სუვერენი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ქრისტიანულ დოგმატიკას, როდესაც ეს დოგმატიკა იცვლება და ნაკარნახები არის ძალიან ხშირ შემთხვევებში პოლიტიკური რეალობის მიერ. აი წაგიკითხავთ ერთ პატარა ციტატას. ყოველ შემთხვევაში სამოვიდე. 451 წელი ქალკედონიის კრება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანობის ისტორიაში. სადაც იქნა დიოფიზიტიზმის დოგმატი მაგალითად მიღებული არა და შესაბამისად დიოფიზიტებს ქალკედონიტებსაც ეძახდნენ.
საეკლესიო კრებებს ვინ იწვევს? იწვევს იმპერატორი. შესაბამისად იმპერატორი არის თავმჯდომარე, კრების თავმჯდომარეც არის იმპერატორი, ისე როგორც ნიკეის კრების თავმჯდომარე არის კონსტანტინე იმპერატორი. და შემოდის იმპერატორი დარბაზში. სამყაროს ყავს 4 პატრიარქი, ეპისკოპოსები, მთელი საბრძოლოება პროტოკოლიდან იკითხავთ ციტატას. შემიძლიათ ბერძნული ორიგინალიც კი მაქვს ამობილებულია. შემოდის იმპერატორი, პატრიარქები, ეპისკოპოსები წამოდგებიან ფეხზე და მიმართავენ ესეთი სიტყვით: მღვდელთავარს, ბასილევს, ეკლესიები შენ აუგე, დამარცხებელო მტერთა, მასწავლებელო რწმენისა. დიდასკალების ანუ იმპერატორს, წავედი პატრიარქი მიმართავს იმპერატორს მასწავლებელო რწმენისა. რაზეა ლაპარაკი აქ რომელ თეოლოგიაზე და რომელ ღვთისმეტყველებაზე და ღვთისმეტყველების სუვერენულობაზე რა. ამას ებრძვის ავგუსტინე, ამას ებრძვის ნაზიანზელი, იოანე ოქროპირი, რომელიც ორჯერ დანიშნეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ორჯერ გამოაძევეს მე იქიდან. ანუ იმპერატორის ძალაუფლება იქ გადამწყვეტი და არა დოგმატიკა და ქრისტიანობა და პავლე გრაფიკას ამის მუდმივი ჩვენ გვახსოვს თქვენს მეგონი გახსოვებათ საბჭოთა პერიოდი რას უშვებოდნენ მარქსიზმს არა რაც უნდათ ის გამოყავდათ გამოყვანადი არის ისე როგორც ძველი ან ახალი აღთქმიდან მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად კონსტრუირებულია რა და შესაბამისად როგორც ვის ხელშიც არის ეს ძალა უფლება იმას გამოყავს დოგმატიკა ის წერს ისტორიას ის აბრალებს ვიღაცას რაღაცას და მე მიდი და ამტკიცე არა და ნუ ჩვენი თუ გვინდა რაღაცა შევიმეცოთ და შევძლოთ სწორედ ამ სიმბოლიკის გაშიფრვა ისტორიული კონტექსტების აღდგენა და შესაბამისად მიხვედრა რაზე ლაპარაკი და წარმოვიდგინოთ ამ როგორ უნდა ყოფილიყო არა იყო თავისუფლებას მივიწევთ შეიძლება მარიამთან დაკავშირებით ჩემზე ბევრად უფრო კომპეტენტური ადამიანი მარიამთან დაკავშირებით ძალიან თვითონ ეს ღვთისმშობლის სტატუსი როგორც დედისდაგრინება მოხდა პირიქით რეალურად ამ განაპირობებს რომ ქალის მთავარ ფუნქციად სწორედ დედობა იქნა ასე თქვა გააზრებული და თავისთავად მარიამის ფიგურა შეიძლება ესე ითქვას სწორედ აი მიზოგინიის კარგი გამოვლინება ქრისტიანულ კულტურაში როდესაც ქალისგან არის მოლოდინი რომ ის იქნება ქალწული და დედა და სწორედ აი პირები როგორც აღნიშნავდა ასე თქვა და სექსუალობის შეიძლება ესე ითქვას რაღაცა ქალის დაცვის კარგი გამოხატულება ან თუნდაც აი სექსუალური აქტის ინტერპრეტაცია რომ შემოთავაზე არის ამ შემთხვევაში სწორედ ქალის ფუნქცია სწორედ იმაში გამოიხატება რომ იმან არ უნდა მიიღოს სიამოვნება და სიამოვნებას იღებს ისინი ძალა და ხოლმე ქალი არ იქნება სწორედ სპარკლი და ბნებული ეს არის ბნებული ასევე ქრისტიანულ თეოლოგიაში ეპითეტი რომელთაც ასევე ქალი მოხსენიება ხოლმე დედობის სტატუსი მოხსენიება ზოგადად კარგით ჩვენ პრინციპში უყურება საათი ხდება და ჩემი კითხვა იქნებოდა ხომ არ არის კიდევ კითხვა რაიმე დარბაზში თორეთა ლოცნა შევაჭამოთ ჩვენ დღევანდელი მართლაც რომ ძალიან საინტერესო დისკუსია და მოსწავლე